14 ივნისს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის დღე აღინიშნა. კანონმდებლობით გარანტირებული უფლებების მიუხედავად ხშირად მათ მაინც სხვადასხვა გამოწვევა აქვთ. უფრო დეტალურად ვისაუბრებთ გურჯაანში ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრის დია სპეციალისტ ანი ქიტუაშვილთან. ანი, გამარჯობა, დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მოგესალმებით, მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისთვის. ანი, ჯანდაცვის სოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ბოლო პერიოდში იმატა განვითარების ეტაპების შეფერხების მქონე ბავშვთა რიცხვმა. ხშირად აქვთ მეტყველების, ასოციალურობის, ყურადღების დეფიციტის პრობლემა, ასევე ქცევითი დარღვევები. თუ მოიმატა მიმართვიანობამ თქვენს ორგანიზაციაშიც ამ პრობლემებით? როგორც ვიცით, 14 ივნისს აღინიშნება შეშმო პირთა უფლებათა დაცვის დღე. ამ დღის მთავარი მიზანი გახავთ სწორედ ის, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება იგრძნოს თავის საზოგადოების სრულფასოვან ნაწილად, მიუხედავად მისი ინტელექტუალური, სენსორული თუ ფიზიკური თავისებურებისა. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ განვითარდეს, გაიზარდოს და იყოს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. დღესდღეობით ძალიან გაზრდილია თვითონ ადრეული განვითარების ცენტრში ბავშვთა მომართვიანობა, რადგან ეტაპების შეყოვნება, სხვადასხვა სახის განვითარების სირთულეები დღესდღეობით უკვე ძალიან წამოიჭრა წინ და საჭიროებს დახმარებას. ძალიან კარგია თვითონ რაიონში არსებული ადრეული განვითარების სერვისის არსებობა, რადგან ეს აძლევს ყველა ბავშვს განვითარების და დამოუკიდებელი უნარების განვითარების შესაძლებლობას. ძირითადად რა პრობლემით მოგმართავენ ხოლმე მშობლები? ძირითადად არის მეტყველების დაგვიანება, განვითარების ეტაპების შეყოვნება, სტერეოტიპული ქცევები, ყურადღების დეფიციტი, თვალით კონტაქტის არარსებობა და ასე შემდეგ. და თქვენ რას უკავშირებთ, რამ შეიძლება გამოიწვიოს ეს? მშობელთან ყოველდღურად გვაქვს კომუნიკაცია და აქვთ მშობლებსაც გარკვეული მოსაზრებები, რასაც უკავშირებენ ბავშვის აი ასეთ მდგომარეობას. ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ ჩვეულებრივ ტიპიურად ხდებოდა ბავშვის განვითარება და შემდგომ რაღაც ძლიერი ვირუსის ფონზე ზოგი აცრას უკავშირებს, თუმცა თითქმის უმეტესობა არის მაინც ეკრან დამოკიდებული, ძალიან დიდ დროს ატარებენ ეკრანთან და ეს რა თქმა უნდა საგრძნობლად უშლის ხელს ბავშვის განვითარებას, ეკრან დამოკიდებულება აფერხებს მეტყველებას, აფერხებს აზროვნებას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ჰქონდეს ნაკლები წვდომა ეკრანთან. რა ნიშნებით უნდა ამოიცნოს მშობელმა ბავშვს შეიძლება ჰქონდეს თუ არა რაიმე შეფერხება, რადგან სხვადასხვა კვლევები აჩვენებს, რომ ადრეული გამოვლენა ხშირ შემთხვევაში პრობლემის დაძლევის საშუალებას იძლევა. სამწუხაროდ ხშირად 5 წლის ასაკშიც კი შეიძლება აღმოჩინოს მშობელმა, რომ ბავშვს რაიმე პრობლემა აქვს. რა თქმა უნდა, ბავშვის დაბადებისთანავე დედა არის ძალიან ყურადღებით და იწყებს ზრუნვას იმაზე, რომ მოხდეს სწორი და დროული ბავშვის განვითარება, ხო? და აუცილებელია, რომ მან მიაქციოს იმ სასიგნალო ნიშნებს, როგორიც არის ყურადღების დეფიციტი, თუ კი ეძახით და არ რეაგირებს ბავშვი დაძახილზე, არ გიყურებთ სახეში, არ გეთამაშებათ, დააგვიანა პირველი სიტყვების წარმოთქმა, არ საუბრობ, არ იჩენს ინტერესს მისი თანატოლობის მიმართ, არ თამაშობს ფუნქციურად საგნებით, აქვს კომუნიკაციის სირთულე, ამ ყველაფერს აუცილებლად უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება და მოახდინოს სწორი და დროული ჩართულობა, რადგან სწორი და დროული ჩართულობა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ბავშვის მომავალი ცხოვრების ხარისხს, ხელს უწყობს მისი დამოუკიდებელი უნარების განვითარებას და ასევე ბავშვი ხდება მეტად სოციალური, მეტად კომუნიკაციური და სამომავლოდ აღარ იქმნება ისეთი სირთულეები, როგორიც არის დამოუკიდებელი უნარების არსებობა. რამდენი თვისა რას უნდა აკეთებდეს ბავშვი, უფრო დეტალურად რომ მივაწოდოთ ინფორმაცია მშობლებს? ანუ დაბადების პირველი თვეებიდან უნდა იყოს მშობელი ყურადღებით, რა თქმა უნდა, როდის შეძლო ბავშვმა ხოხვა, როდის შეძლო ფეხზე წამოდგომა, როდის წამოიღო პირველი სიტყვები. აი დაახლოებით როდის უნდა შეძლოს ეს ყველაფერი და როდის უნდა დაიწყოს საუბარი? ანუ 0-დან 3 თვემდე უკვე ბავშვი იწყებს ღუღუნს და არ უნდა დააგვიანოს ეს პროცესები. ალბათ თვალის კონტაქტით თვალის კონტაქტი დედის ხმაზე, რა თქმა უნდა, უნდა უყურებდეს დედას სახეში, ღუღუნებოდეს. აი დაძახილზე როდის უნდა
უნდა კონდეს რეაქცია რა ასაკში? ანუ დაძახილზე რეაგირება 0-დან 5 თვის ასაკიდან უკვე უნდა ჰქონდეს ბავშვს, უნდა ცნობდეს დედის ხმას ის და რეაგირებდეს მის მოფერებაზე, დაძახილზე, შეთავაზებული ნივთზე, ახვეს თამაშში, ნუ რა თქმა უნდა, ემოცია გამოხატოს სწორად, ღიმილით თუმცა ამ ასაკში ჯერ რაიმე დასკვნის გაკეთება არ შეიძლება, ხო? მე კიდე უნდა ყურადღებით იყოს და მიყვეს შემდეგ ეტაპში. რა თქმა უნდა, ანუ ესევე დასკვნას ვერ გავაკეთებთ, თუმცა თუ კი მშობელი შეამჩნევს, რომ ბავშვს არ აქვს თვალით კონტაქტი, არ არის ყურადღებით, არ ეღუღუნება, აუცილებლად ამას უნდა მიაქციოს ყურადღება და უნდა მიმართოს სპეციალისტს, თუ კი ხედავს, რომ დროში არ ლაგდება ეს ყველაფერი და ბავშვს ამ ასაკში პედიატრს მართებს ხო მეტი ყურადღება? ანუ პირველი მიმართვიანობა ხდება პედიატრთან და თუ კი პედიატრი ჩათვლის საჭიროდ, შემდგომ უკვე ხდება ბავშვის გადამისამართება სპეციალისტთან, სადაც ხდება მისი შეფასება მეტყოლებაზე, ქცევაზე, განვითარების მხრივ და შემდგომ უკვე ვიწყებთ ბავშვის ჩართულობას. აი შეიძლება მომისმენია, რომ 3 წლამდე დიაგნოზი ვერ ისმევ. აი რატომ არის ეს, რომ ძალიან ჰგავს 0-დან 3 წლამდე ასაკის ქცევები, ხშირად აუტისტური სპექტრის მქონე ქცევებს და ამიტომ მაინც აძლევენ ბავშვს დროს, რომ გაიზარდოს და მეტად შეძლოს საკუთარი თავის გამოვლენა. თუმცა ხშირ შემთხვევაში არის უკვე რომ დაგვიანებულია ჩართულობა და მეტი ძალისხმევა სჭირდება მშობელსაც და სპეციალისტსაც, რომ აღმოიფხვროს პრობლემა. ამიტომ რაც პატარა ასაკში მოხდება ბავშვის ჩართულობა ადრეულ ინტერვენციაში, შედეგიც მეტად უკეთესი გვექნება. 1 წლის ასაკში ბავშვს უკვე უნდა ჰქონდეს გარკვეული სიტყვათა მარაგი, მაგალითად დედა, მამა, ბებო, ატა, უნდა ჰქონდეს ჟესტური ენა, რა თქმა უნდა, ეხლა მეტყოლების განვითარება არ ინიშნავს მხოლოდ სიტყვების თქმას, ხო? ჟესტური ენაც მეტყოლების ერთ-ერთი შემავალი ნაწილია. ახვედრებდეს, რომ გარეთ უნდა გასვლა, მაგალითად ხელით მიანიშნოს რა უნდა. შეიძლება სრულფასოვნად ვერ თქვას, რომ წყალი უნდა, მაგრამ არო უნდა, ეს მაინც უნდა თქვას. 2 წლის ასაკში უკვე უნდა ჰქონდეს ორსიტყვიანი ფრაზებიც, მაგალითად დედა მინდა, ატა მინდა, კაკა მინდა და ასე შემდეგ. თუმცა ძალიან ხშირად არის, რომ მშობლები ამბობენ, აგვიანებენ და დაგვიანებით მოდიან იმის გამო, რომ ან ჯერ პატარაა და დაიწყებს მეტყველებას. აი დიახ, ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ მაგალითად გენეტიკურია და აი მისმა მამამ, დედამაც გვიან დაიწყო საუბარი და ამიტომ არ აქცევენ ყურადღებას. შეიძლება იყოს ეს არგუმენტი? ეს არ არის არგუმენტი, რადგან ყველა ადამიანის განვითარება არის ინდივიდუალური და ის რომ დედიდან ამ ბიძამ გვიან დაიწყო საუბარი, არ ნიშნავს რომ გენეტიკურია და მან ბავშვმაც გვიან უნდა დაიწყოს საუბარი. ამიტომ ყოველთვის რაც ვეუბნებით მშობლებს არის ის რომ როდესაც კი შეატყობთ, მეტყველება არის ბავშვის განვითარების ერთ-ერთი შემავალი ნაწილი, ხო? თუ კი ხედავთ, რომ სხვა რაღაც ვითარდება ნორმალურად, დაუშვათ ზრდაში არ ჩამორჩება ბავშვი, იცის რა უნდა, აკეთებს ფუნქციურად ყველაფერს და ვერ საუბრობს, ხო? ეს უკვე არის სიგნალი იმისა, რომ მის განვითარებაში მაინც რაღაც ხდება. თუ გქონიათ ასეთი მაგალითები, როდესაც მშობელს მოუკითხავს თქვენთვის და გქონია ბავშვს მეტყველების შეფერხება და ეს გამოსწორებია ან სხვა რაიმე დარღვევა და თქვენ ძალიან მალე მოგიგგვარებიათ ეს პრობლემა? ძალიან ხშირად ყოფილა მსგავსი შემთხვევები და აქვე სიხარულით მინდა აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ ყოველწლიურად ბავშვები ტოვებენ ადრეული განვითარების სერვისს, იმიტომ რომ მათი პრობლემა გახდა მოგვარებადი და ისინი უკვე აღარ საჭიროებენ ადრეული სერვისში ჩართულობას. და კიდევ ერთხელ ვისარგებლებ თქვენი ეთერით და მივმართავ მშობლებს, რომ რაც სწრაფად მოხდება ბავშვის ჩართულობა, ადრეული ინტერვენცირება მეტად მოიხსნება ის ყოფითი პრობლემები, რაც შემდეგ ახლავს აი ამ დაგვიანებულ ჩართულობას. ალბათ ცნობიერებაც გაიზარდა ხო მშობლების, რომ მიმართვიანობაც არის უფრო მაღალი და აი ხშირად რა არგუმენტი აქვთ ხოლმე მშობლებს, როდესაც დაგვიანებით მოდიან, აი რატო იკავებდნენ თავს, რომ მოსულიყვნენ თქვენამდე? რა თქმა უნდა, ცნობიერების გაზრდას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. როგორც უკვე გითხარით, სერვისის არსებობასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმისთვის, რომ მშობლები აღარ იხევენ უკვე უკან, რადგან აქვთ მათ სერვისი, სადაც შეუძლია
ბავშვი იყოს ჩართული და მოხდეს მისი განვითარება. თუმცა ძალიან ხშირად სადაც უშვებენ შეცდომას არის ის, რომ აქვთ პრობლემის მიუღებლობა მშობლებს. ანუ ჩემს შვილს ეს არ ექნება, ეს თავისით მოგვარდება, არ საჭიროებს ჩართულობას და ამას შემდგომ უკვე მივყვებათ იმ პრობლემამდე, რომ მომართვიანობა არის უკვე დაგვიანებული და უფრო მეტი შრომა გვჭირდება როგორც სპეციალისტებს, ასევე თავად მშობლებსაც. დიახ. რასაც ვურჩევდი არის ის, რომ 0-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებში და განსაკუთრებით 0-დან 3 წლამდე თავის ტვინი ყველაზე მეტად მოქნილია, ყველაზე მეტად მომართულია სწავლისა და განვითარებისკენ და სწორედ ამიტომ დაკარგავენ აი ამ ოქროს წლებს და თუ კი შეამჩნევენ ბავშვს, რომ აქვს რაიმე გარკვეული სახის სირთულე, აუცილებლად მიმართონ სპეციალისტს და მოხდეს ბავშვის სწორი და დროული ჩართულობა. დასრულედ უფასოა ხო ეს სერვისი, ადგილობრივი ხელისუფლებაც, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია აფინანსებს როგორც ვიცი. კი, 0-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებს ეკუთვნით დაფინანსება, ასევე როგორც თქვენ აღნიშნეთ, გურჯაანის რაიონული მერიაც აფინანსებს ბავშვებს, რომლებსაც აქვთ განვითარების სირთულე, იმყოფებიან რისკ ქვეშ და ასევე აქვთ F84 აუტისტური სპექტრის აშლილობა და ესეც რა თქმა უნდა მკვეთრად უწყობს ხელს ბავშვების განვითარებას და მშობელიც უკვე რომ იცის რომ დაფინანსება ახლავს ამ ყველაფერთან, უფრო მეტად არის მოწადინებული და მონდომებული რომ ჩართოს ბავშვი ადრეული განვითარების სერვისში, რათა როგორც უკვე გითხარით, თავიდან ავიცილოთ შემდგომი გართულებები, რაც ახლავს აი ამ ეტაპების შეყოლებას თან. დიდი მადლობა რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა, წარმატებას გისურვებთ. მადლობა მოწვევისთვის. დაგემშვიდობებით.